თუ ზომბი აპოკალიფსი მართლა შეუძლებელია მოხდეს, მაშინ ვიღაცამ ამიხსნას, რატომ არის ინტერნეტში გადარჩენის ამდენი ვიდეო გაკვეთილი. სერიოზულად მიმოიხედეთ. ირგვლივ უამრავი ხალხია, ვისაც ერთი ქვაბი მაკარონის მოხარშვა არ შეუძლია ისე, რომ სახლში სახანძრო სიგნალიზაცია არ ააწიოგოს. სამაგიეროდ, ზუსტად ამ ხალხს ნანახი აქვს 18 სხვადასხვა ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაწმინდონ ბნელი დერეფანი მხოლოდ ცულის გამოყენებით. თითქოს და ექშენ ფილმში მონაწილეობისთვის ემზადებოდნენ და სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული. ეს ის საიდუმლოა, რომელსაც თითქმის არავინ ამბობს. ჩვენ კი არ გვეშინე აპოკალიფსის, პირიქით, ბევრ ჩვენგან სულის სიღრმეში რეალურად უნდა რომ აპოკალიფსი მოხდეს. და ეს იმიტომ კი არა რომ საფრთხე გვიყვარს, არამედ ყველაფერმა იმან დაგვხალა, რასაც ნორმალური ცხოვრება ჰქვია. საქმე ცოცხალ მკვდრებში კი არა, ჩვენშია. ზომბები ჩვენი კოლექტიური დასასრულის საყვარელი გემოა. რატომ? იმიტომ რომ ბირთვული ზამთარი დეპრესიულია. ეკონომიკური კოლაფსი კი უბრალოდ ჩვეულებრივი სამშაბათია, ოღონდ უფრო ცუდი მუსიკის ფონზე. აი ზომბი კი, ეს უკვე კინოა. ზომბები იდეალური გამართლებაა. დაფიქრდით, ზომბი აპოკალიფსის დროს აღარავის ბრალი აღარაა, რომ სამსახური მიატოვეთ. საზოგადოება უბრალოდ დაიშალა. შენი უფროსი ტვინს აღარ გიბურღავს, აღარ გაქვს მოქალაქეობრივი ვალდებულებები. ეს სცენარი ერთდროულად ამას რძენიცაა და სრულად გასაგებიც, რაც პრინციპში ადამიანური ბუნების მოკლე აღწერაა. აი ის უხერხული სიმართლე, საიდანაც ცნობიერად თუ ქვეცნობიერად გვინდა თავის დაღწევა. თანამედროვე სამყარო არის მაღალსიჩქარიანი, ხმაურიანი მანქანა, რომელიც შექმნილია პროდუქტიულობისთვის და არა ადამიანისთვის. ჩვენ ვცხოვრობთ სისტემაში, რომელიც ჩვენს ყურადღებას ისე უყურებს, როგორც ბუნებრივ რესურსს. მოიპოვებენ, გადაამუშავებენ და მერე ისევ შენ მოგყიდიან კონტენტის სახით. წარმოიდგინეთ, იღვიძებთ, იღებთ ტელეფონს და სანამ შენი გონება ჯერ კიდევ ჩატვირთვის პროცესშია, შენ უკვე ყვირილისა და ხმაურის ეპიცენტრში დგახარ. იხრჩობი მესიჯებში, ახალ ამბებში, ხელოვნურად შექმნილ დრამებში, რჩევებში, რომლებიც სინამდვილეში რეკლამაა და რეკლამებში, რომლებიც სინამდვილეში არაფრის მომდანია. შენ საწოლიდან წამოდგომაც ვერ მოვასწარი და სამყარო უკვე ხელში გიყვირის. გახსოვთ მოწყენილობა? ძველ დროს მოწყენილობა მართლა არსებობდა. სიჩუმე არსებობდა. შეგეძლო უბრალოდ კედლისთვის გეყურებინა და შემთხვევით რამეზე დაფიქრებულიყავი. და ახლა ვერ მოიწყენ. ანუ თუ რა თქმა უნდა ტელეფონი არ დაგიჯდა, მაგრამ მაშინაც კი ვერ ისვენებ. პანიკა გეწყება და ისევ დაურეგულირებელი ემოციების ტყვეობაში უვარდები. თანამედროვე ცხოვრება არის მუდმივი სტიმულაცია, რომელსაც მუდმივი ვალდებულება აზის თავზე. სამსახური, სწავლა, საქმეები, დედლაინები, ნოთიფიკაციები, გამოწერების განახლება და ეს უცნაური დანაშაულის გრძნობა თითქოს შენი ცხოვრება ყოველ წამს მაქსიმალურად არ გაქვს ოპტიმიზირებული, როგორც რაღაც გაკოტრების პირას მყოფი სტარტაპი. ეს კლავს ადამიანის სულს, იმიტომ რომ ნამდვილ კრეატიულობას სჭირდება თავისუფალი დრო, როცა შენგან აბსოლუტურად არაფერს ითხოვენ. მაგრამ საზოგადოება მოახერხა და უსაქმურობა მორალურ დანაშაულად აქცია. ხალხს ძალიან უყვარს იმის თქმა, რომ დღეს ისეთი თავისუფლები ვართ, როგორც არასდროს. და კი ბატონო, ტექნიკურად ასეა. დღეს შეგიძლია აირჩიო რა ჩაიცვა, საწახვიდე საჭმელად, რომელ სტრიმინგ პლატფორმაზე უყურო ფილმს და ასე შემდეგ. მაგრამ ხალხის უდიდესი ნაწილისთვის თავისუფლება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ იმდენი ფული დააგროვოს, წელიწადში ერთი კვირით ბედნიერება იქირაოს და მერე ისევ იმ რეჟიმში დაბრუნდეს, სადაც მაღვიძარას შენს ცხოვრებაზე უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე შენსავე პიროვნებას. მაინც ყოველდღე გიწევს სამსახურში ზიარული, მაინც გიწევს ხელოვნური განათების ქვეშ ჯდომა. თითქოს და ქოთნის მცენარე იყო, რომელსაც ფოტოსინთეზისთვის სჭიან. ეს ხუთი შეიძლება 50 წლის წინადელთან შედარებით უფრო ლამაზად იყოს გაფორმებული, მაგრამ არ შეცდე. ეს მაინც ხუთია. ასე რომ როცა ხალხი ლოგინში წევს და აპოკალიფსზე ფანტაზიორობს, სიკვდილზე კი არ ოცნებობენ, შვებაზე ოცნებობენ. უნდათ რომ ეს ხმაური შეწყდეს, უნდათ რომ ცხოვრების წესები გამარტივდეს, უნდათ რომ მათი ყოველდღიური არსებობა ისეთ პრობლემებამდე დავიდეს, რომელსაც საკუთარი ორი ხელით რეალურად მოაგვარებენ. ნაცვლად იმისა, რომ თავს უხილავ კორპორატიულ და ბიუროკრატიულ სისტემის ლაბირინთში ჩაკეტილად გრძნობდნენ, რომელიც იმისთვის გსჯის, რომ ექსპლუატაციის დროს არ იღიმე. ამ ფანტაზიაში პოსტაპოკალიფსური სამყარო დაცლილია ყველანაირი ყურადღების გადამტანი დეტალებისგან.
აღარ არის ნოთიფიკაციები, არც უაზრო სკროლვა, არც ალგორითმი, რომელიც წყვეტს დღეს რა ემოციის განცდის უფლება გაქვს. რითმი ნელდება, დღეები უფრო მშვიდი ხდება. იმის ნაცვლად რომ სამსახურში მიდიოდი და 1000 საქმეზე ფიქრობდი, რომელსაც ნერვულ შეტევამდე შეუძლია შენი მიყვანა, ბალახით დაფარულ გარეუბანში მიდიხარ ველოსიპედით, რომელსაც ისეთი ჭრიალის ხმა გეგონება მოჩვენება იყოს. და ცხოვრების ნამდვილ აზრზე ფიქრობ, რადგან წლების განმავლობაში პირველად გონებაში ადგილი გამოთავისუფლდა, რომ საერთოდ რამეზე იფიქრო. სამუშაო მაგიდასთან უგემური სალათის ჭამის ნაცვლად, კოცონთან ზიხარ და დაკონსერვებულ ლობიოს მიირთმევ და ერთადერთი შეხვედრა მზის ჩასვლასთანაა. აი ეს კონტრასტია ნამდვილი ნარკოტიკი. ფანტაზიაში აპოკალიფსი სასტიკად გულწრფელია, არავისთვის პასუხის გაცემა არ გევალება, ეკონომიკის წინაშე შენი პროდუქტიულობის ვალდებულება არ არის. არ გიწევს გადასახადების გადახდა მხოლოდ იმისთვის, რომ არსებობ. ის მტაცებლური სისტემები, რომლებიც შენი ყურადღებით იკვებებოდნენ, ვეღარ ფუნქციონირებენ. როცა Wi-Fi ანძები მკვდარია და სერვერები ცეცხლში იწვის, დაუსრულებელი სარბენიბილი კი ჩერდება. უცბად თანამედროვე ცხოვრების 1000 კითხვა მხოლოდ ერთი კითხვით იცვლება. შეძლებ თუ არა ცოცხალი გადარჩე. საკმაოდ ირონიულია, რომ უმეტესი ჩვენგანი აპოკალიფს ნამდვილად ვერ გადაურჩება. განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც დიდ ქალაქში ჩვეულებრივ საოფისე სამსახურში მუშაობენ. მაგრამ სწორედ ამიტომ ეს არის ფანტაზია და არა ისეთი რამ, რასაც პირდაპირ გაგებით ვისურვებდით. ამ ტიპის სცენარში ყველაზე მეტად ყველა იმასელიც, რომ სამსახურში ან სკოლაში სიარული აღარ მოუწევთ. გულწრფელად რომ თქვა, ვერც კი დავითვლი რამდენჯერ ყოფილი ვარ გაკვეთილზე და უბრალოდ მინატრია, გამეგო ახალი პანდემია ან რაღაცა მსგავსი დაწყების შესახებ. სწორედ ამიტომაა ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც აპოკალიფსის ფანტაზიას მიმზიდველს ხდის. ის ფაქტი, რომ დილით ადრე გაღვიძება და იმის კეთება, რაც გძულს აღარ გიწევს, ფანტასტიკურად ჟღერს. ცხოვრების ტრადიციული წესი დასრულებულია და საბოლოოდ შეგიძლია იცხოვრო ისეთი ცხოვრებით, სადაც შენ რამეს წარმოადგენ და სადაც შენ შეგიძლია შექმნა შენი ცხოვრების აზრი. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის პოსტაპოკალიფსის ეს ტრაგიკული ფანტაზია რეალურად მიმზიდველი. თუმცა არის კიდევ ერთი რაღაცა, რასაც ჯერ არ შევხებივართ. ესაა კითხვა, რატომ საუბრობთ მხოლოდ პოსტაპოკალიფსურ სამყაროზე? რატომ უკავშირდება ეს იდეა რეალურად მხოლოდ აპოკალიფსურ მოვლენას? ვფიქრობ, პასუხი ადამიანების мотиваციასა და მზაობაშია, იმოქმედონ საკუთარი ინტერესების შესაბამისად. იმიტომ რომ დღევანდელ სამყაროშიც კი შეგიძლია გააკეთო ისეთი რაღაცები, რაც მშვიდ და ნელ ცხოვრებამდე მიგიყვანს. მაგრამ ბევრ ადამიანს უბრალოდ არ აქვს ამის მისაღწევად საჭირო мотиваცია. ჩვენ ველით გარე ძალას, რომელიც უბრალოდ წაშლის ყველაფერს, რათა სამყარო შეიცვალოს და თავად მოგერგოს შენ. და ეს აპოკალიფსური ფანტაზია ბევრად უკეთესია, ვიდრე მაგალითად დროში მოგზაურობა, რადგან შენ კვლავ თანამედროვე სამყაროში რჩები. ეს არ ჰგავს მე-16 საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრებას. უფრო მეტიც, რადგან აპოკალიფსი აწმყოში ხდება, ის რეალობასთან გვაკავშირებს და უფრო რეალისტურად გვეჩვენება. ჩვენ ყველას შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და გარკვეულწილად ველოდებით კიდეც ახალი ვირუსის გავრცელებას, ბირთვულ ომს, ან მზეზე ძლიერ აფეთქებებს. მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, რომ ერთ დღეს დოკ ბრაუნი მოულოდნელად გამოჩნდება თავისი დელორიანით და თავგადასავლებში დოკვატიჟებს. ან ტყეში ვიპოვით უცხო პლანეტელებს, რომლებიც შემდეგ კოსმოსურ ხომალდზე წაგვიყვანენ. ის თუ როგორ აღვწერ აპოკალიფს, ისე ჟღერს, თითქოს 60-ზე ვსაუბრობდე, მაგრამ გარწმუნეთ, რომ ეს ასე არ არის. უბრალოდ აპოკალიფსი წარმოუდგენლად რეალისტური მოვლენაა. ჩვენ ადამიანებს გვაქვს თვისება, ვიფანტაზიოროთ მსგავს რაღაცეებზე და არ ვიფიქროთ იმ სირთულეებზე, რაც რეალურად მოყვება მათ. იმ ისტორიების უმეტესობა, რომლებიც პოსტაპოკალიფსურ სამყაროში ვითარდება, ბედნიერი დასასრული აქვს. მაგალითად, მე ვარ ლეგენდა, სადაც ერთ-ერთი დასასრულის თანახმად რობერტ ნევილი მართლა ამყარებს მშვიდობას დაინფიცირებულ ზომბებთან. ასევე მოსიარულე მკვდრები, სადაც რიკ გრაიმსი ახრეხებს გადარჩეს ყველანაირ ვითარებაში. დადასტურდა, რომ ახალი ვირუსი, რომელმაც 3 ადამიანი იმსხვერპლა და ჩინეთის მასშტაბით ვრცელდება, შეიძლება გადაიდოს ჰაერწვეთოვანი გზით. სუნთქვის პრობლემების გამომწვევი ვირუსით 200-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ამ კვირის ბოლოს ეპიდემიასთან დაკავშირებულ საგანგებო სხდომას გამართავენ. სწორედ ეს არის გადარჩენის მიკერძოებულობა, რომელიც ფილმების ან სერიალების ყურების შემდეგ ჩნდება და გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ შევძლებდით გადარჩენას აპოკალიფსში და ცხოვრების მოწყობას, რადგან ეკრანზე მყოფმა ბიჭმა, რომელთანაც თავს ვაიგივებთ, ეს შეძლო. ვიცი, რომ აგრესიული უცხოპლანეტელების გამოჩენაც აპოკალიფსს უდრის, მაგრამ ასე დროს შანსიც კი არ გვაქვს. ამიტომაც მსგავსი აპოკალიფსი დიდად არ გვაწყობს.
რეალურად გვინდა აპოკალიფსი, სადაც გადარჩენის შანსი მაღალი იქნება. და სწორედ ამიტომ ჩვენ ადამიანები დრო და დრო ფარულად ვოცნებთ პოსტაპოკალიფსში ცხოვრებაზე. ფიქრობ, ზოგიერთი პოსტაპოკალიფსი რეალურად სასიამოვნოც კი იქნებოდა. იმ პირობებში თუ გადარჩებოდით, როგორიცაა მაგალითად უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე, ზოგიერთი ცხოვრება კატასტროფულად საშინელი იქნებოდა, როგორიცაა Fallout-ში ან მეტროში. მაგრამ ჩემი აზრით, ეს ჟანრი მწვერვალს აღწევს იქ, სადაც სიტუაცია ცუდიც არის და კარგიც. ანუ მოსიარულე მკვდრები, მე ვარ ლეგენდა, უკანასკნელი ჩვენგანი და ზომბილენდი, რომლებიც სრულიად ზომბებზეა დაფუძნებული, რაც იდეალურად ხსნის თუ რატომ არის ზომბების საუკეთესო კატალიზატორი პოსტაპოკალიფსური სამყაროსთვის. რაც შემეხება მე, ხშირად ვფიქრებული ვარ იმაზე, თუ რატომ მინდოდა ზომბი აპოკალიფსის დაწყება და ამ ყველაფრის დავუბნევი ვარ, რადგან თავისთავად ეს ძალიან ცუდი მოვლენაა. მაგრამ თუ ობიექტური განმოსახედიდან შეხედავთ და ადამიანურ ბუნებას დაუკვირდებით, მიხვდებით, რომ ეს არის თანამედროვე ყოველდღიური ცხოვრებისგან დამცლელი ბერკეტი. ამასობაში დასასრულს მიუახლოვდით. საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით, გთხოვთ რომ კომენტარებში დაწეროთ. ასევე გთხოვთ რომ არ დაგეზაროთ დალაიქება და არხის გამოწერა, რათა არ გამოგჩეთ მორიგი საინტერესო ვიდეოები. მეკიდროები და გემშვიდობებით. ნახვამდის.